სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ფინანსური აუდიტი. აუდიტმა მოიცვა 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ჩატარებულ ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებით შედგა აუდიტის ანგარიში, რომელშიც გამოითქვა უარყოფითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ორგანიზაციას არასწორად და არასრულად ჰქონდა წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ფორმა ნომერი 1, ნომერი 2, ნომერი 3 და ნომერი 5, კერძოდ 2013 წელს დეპარტამენტს მიღებული და გაცემული ჰქონდა სხვადასხვა დასახელების ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც მიღებული იყო რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატიდან და სხვადასხვა შპს-ებისგან. ამასთან, მინისტრის აპარატს და დეპარტამენტს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში არ იყო დაფიქსირებული მიღებული ტვირთის ფასები, დიდ ყუთებში არსებული პატარა ყუთების რაოდენობა და არსებული საჩუქრების დეტალური დასახელება. გარდა ამისა, მოცემული ტვირთის მიღება-გაცემა დეპარტამენტის მიერ არ იქნა ბუღალტრულად აღრიცხული და არც სათანადო ინფორმაცია ყოფილა წარმოდგენილი დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში. ჰუმანიტარული ტვირთის მიღება-გასვლას აწარმოებდა დეპარტამენტში შემავალი ჰუმანიტარული დახმარების განყოფილება. პროცესი მიმდინარეობდა პირველადი დოკუმენტების არასრულყოფილი წარმოებით, გაცემის დროს მიღება-ჩაბარების აქტების და გაცემის რეესტრების უზუსტობებით. სასაჩუქრე ყუთების გაცემის დროს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების რეალობის დადგენისას შერჩევით დევნილთა 10 კომპაქტურ დასახლებაში ადგილზე გასვლისას სამ შემთხვევაში მიმღები პირების ინფორმაციით ფაქტიურად მიღებული სასაჩუქრე ყუთების რაოდენობა შედარებით ნაკლები აღმოჩნდა. მინისტრის აპარატის გარდა დეპარტამენტზე ჰუმანიტარული ტვირთი გადმოცემული ჰქონდა სხვადასხვა კომპანიებს. აღნიშნული ტვირთი მიღებული იყო სასაქონლო ზედნადებებით, სადაც დაფიქსირებული იყო მისი ფასი, რომელიც ბუღალტრულად აღირიცხებოდა მთავარ წიგნში. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ტვირთის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში ბალანსის დანართი ფორმა ნომერ 3-ში ასახული არ ყოფილა. უარყოფითი მოსაზრების საფუძვლებში წარმოდგენილი გარემოებების გარდა ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე. 2013 წლის ბოლოს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ცვეთის ხარჯები არასწორად იყო გაზრდილი 736 ლარით. დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 24 ივლისის ნომერ 79 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად რაიმე სახის დანაკლისი ან ზედმეტობა არ გამოვლენილა. თუმცა, ფაქტობრივი შესწავლით და დეპარტამენტის მთავარი ბუღალტრის ინფორმაციით, აუდიტის ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებული აღმოჩნდა სხვადასხვა სახის პირადი და ფართის წინამორბედი მესაკუთრის მიერ დატოვებული 22 ერთეული ინვენტარი, რომლის ღირებულება დაუდგენელი იყო. ასევე გამოვლინდა 24 ერთეული იდენტური საინვენტარიზაციო ნომრის მქონე აქტივი. დეპარტამენტში ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებული იყო შტატგარეშე 11 მომუშავე და მათზე ანაზღაურებული იქნა სულ 34650 ლარი, მათ შორის 4 პირი აყვანილი იყო მთელი წლის პერიოდში მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად და მათზე ანაზღაურდა სულ 18805 ლარი. აღნიშნულ შტატგარეშე მომუშავეებზე არ იყო ბრძანებით ან ხელშეკრულებით მინიჭებული კონკრეტული უფლება-მოვალეობები. დოკუმენტ ბრუნვის შესწავლით დადგინდა, რომ აუდიტის პერიოდში ზოგიერთ მათგანს არც ერთი დავალება არ დაკისრებია წერილობით და შესაბამისად არც ერთი მოხსენებითი ბარათი არ ყოფილა წარმოდგენილი დავალების შესრულებაზე, ხოლო ზოგიერთს მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში ჰქონდა მიღებული კონკრეტული დავალება შესასრულებლად. ასევე დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით დადგინდა, რომ დეპარტამენტის მიერ არ იყო შემუშავებული სამუშაოს აღწერის დოკუმენტები, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ პოზიციასთან დაკავშირებულ ფუნქცია-მოვალეობებს, კომპეტენციებს, პასუხისგებლობებს, ანგარიშვალდებულებებს და სხვა ინფორმაციას.